ეთხოვენ ჩვენს კოლეგებს და ჩვენ ყველას რეპრესიებს. რა უნდოდა თუ აქო? რა უნდოდა და თავისუფლებისთვის იბრძვიან იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში არავინ არ ასისხლიანოს და წიხლებით არ შედგეს მუშაობის პროცესში ჟურნალისტს. არ შეიძლება შენ არ გამოყვიდე და არ გააპროტესტო, როცა იმის ნაცვლად, რომ შენი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი მაინც არ შეგიშალო თუ ვერ გიტანენ. ამის საპასუხოდ გეძახონა აგენტი, ჯაშუში, უსამშობლო, ის დაკავებული ჟურნალისტების გამოკეტილი, დატყვევებული ჟურნალისტები, ვახოსანაია, ფეთა ციცკიშვილი, ზიაჟვანი, ცირაჟვანია და თავარი არ დამავიწყდეს კაცო, მზია ამაყობელი. მაგიტომ აპროტესტებდნენ, რასაც აპროტესტებდნენ და ჩვენც იმას ვაპროტესტებთ, რასაც ვახო აპროტესტებდა, რასაც ქეთა აპროტესტებდა. მართლა დიქტატურა ფორმდება, აი ამ რეპრესიული კანონებით, მერე ამ უსამართლო კანონების აღსრულებით. სხვათა შორის აღარ მახსოვს უკვე იმდენმა ადამიანმა თქვა, ეხლა ვის სიყვებს ვიმეორებ, მაგრამ ხო, ნაცისტებიც თავის დროზე მერე მაგითი გამართლებდნენ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოსამართლეები, რომ კანონებს ვასრულებდითო და გააჩნია როგორი კანონი მიღებული რა, სრული მონური მორჩილებით მიღებული რეპრესიული კანონები უნდა გავაპროტესტოთ, აბა რა უნდა